მოგესალმებით, თავისუფლება სინდისის პატიმრებს, ირაკლი ყობახიძის განცხადება იყო უტიფრობის მწვერვალი, როდესაც მან გვამცნო, რომ დიახ, თურმე საჭირო ყოფილა საზოგადოებრივ ცხოვრებაში საჯარო დისკუსიის დაბრუნება. ანუ ამ წინადადებიდანვე ჩანს, რომ საჯარო დისკუსია არის გამქრალი, დებატები იგულისხმება ამ შემთხვევაში და ვინ გააქრო, მე გავაქრე? გააქრო თვითონ ქართულმა ოცნებამ. ჩვენი პარტია დაფუძნების დღიდან იწვევდა დებატებში ქართულ ოცნებას. თავაზობდით მათ ყოველთვის მათივე ფორმატებით, მათსავე პროპაგანდისტულ არხებზე, ტელევიზიებში დებატებს ისინი ყოველთვის გაურბოდნენ ამას. მეცაც გეტყვით 2020 წელს ჩვენ საკანონმდებლო ინიციატივაც კი შევიტანეთ, რომ დებატები ყოფილიყო სავალდებულო, რა თქმა უნდა, ესეც თარაზე ახლა სამ პოზიციაზე რჩებით? მოგახსენებთ. ეხლა, როდესაც ქართულ ოცნებას სურს რაღაცა პოპულისტური ხრიკებით შემოიტანოს დებატები ამ სივრცეში, ეს ცხადია არ გვინდა რომ მათ გავუადვილოთ. გავუადვილოთ რას ნიშნავს? ჩვენ ყოველთვის წლების განმავლობაში არ ყოფილა ერთი დღეც, რომ ჩვენი სპიკერები არ ყოფილიყვნენ მზად, რომ დიახ ბეჭებზე დავდოთ ნებისმიერ თემაზე ქართული ოცნება, რომელიც გაურბის ამას. ეხლა საჩვენებელი დებატები რო იყო იმ დღეს. ხო, აი ამ პირველი დებატების შემდეგაც თქვენი პოზიცია რომ თუ გეკნებათ, ასე ვთქვათ, მიპატიჟება, მიწვევა, თქვენ ნებისმიერ ფორმატში მიიღებთ მონაწილეობას? ნახეთ რა შეასაქმე ეს დებატები ჩვენ მიმართ შეთავაზებაც რო არ იყო, უკვე არის იმისი დასტური, რომ მათ რეალურად არანაირი სურვილი არ აქვთ ჩვენთან დებატის. ანუ ერთი მხრივ ამბობენ, რომ დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანიაო, მეორე მხრივ ძირითად პარტიებზე, სამ პარტიაზე, რომელსაც აქვს ამ ქვეყნის ძალიან დიდი უდიდესი ნაწილის, მაგრამ მათივე შედეგებითაც კი უმნიშვნელოვანესი ნაწილის მხარდაჭერა აკრძალოს აპირებენ როგორც დემოკრატიისთვის საშიში. ხო, მაგრამ ეს პარტიები კატეგორიულ უარს აცხადებენ მათი მე ჩემ პარტიის პოზიციას, ჩემ პარტიას, მე გეუბნებ თქვენ მზად ხართ მიუხედავად ამისა, მე არ გეპატიჟებიან, თქვენ მზად ხართ, რომ არავის არაფერს არ ვიხვეწებით. არავის არ შევეხვეწებით, არც ერთ ტელევიზიას, არც ქართულ ოცნებას, თუმცა ქართულმა ოცნებამ ჯერ თქვა, რომ ვინცო ჩვენ არ გვაღიარებსო, კონსტიტუციურ წესრიგს არ აღიარებსო, მათ რა უნდა ვიდებატოთო და მათ ლეგიტიმაციას რომ არ ვაღიარებთ, აი ეგ ტოლობის ნიშანი დასვეს, რომ კონსტიტუციური წესრიგის აღიარება და მათი ლეგიტიმაციის აღიარება თურმე ერთი და იგივე ყოფილა და დღეს კიდევ განაცხადეს, რომ ესო სამართლებრივადაც უნდა განვამტკიცოთო. ესეთი რაღაცა ჩვენ გვახსოვს ისტორიიდანაც, როცა ლუი მე-14 ამბობდა, რომ სახელმწიფო ეს მე ვარ, ამას აკეთებენ ისინიც. რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოლიტიკოსის, პოლიტიკური პარტიის, ადამიანის არ კონსტიტუციით მონაწილეობა იმ არჩევნებში, ქართულ ოცნებას ეთანხმებით? მე ფაქტებს ფაქტი არის, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ კონსტიტუციურ წესრიგს? არა, ერთი წუთი. ქალბატონო, მათ თქვეს, რომ ჩვენი აღიარებაო და კონსტიტუციური წესრიგის აღიარება ერთი და იგივეაო. რაც არის აბსურდი ჩვენი აზრით. სწორედ ამას ვსაუბრობ მე. მოდი გავმიჯნოთ რა, უნდა გავმიჯნოთ. ჩვენ კი უნდა გავმიჯნოთ, ეს გამიჯნულია ესეც. თქვენი მისამართით დღენია და დღემდე ისმის ბრალდება, რომელიც ჯერ კიდევ ხელს უშლის თქვენს, ასე ვთქვათ, გაერთიანებას ოპოზიციურ ერთობაში, რომელიც ჟღერს ასე, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებით თქვენ დაეხმარეთ ქართულ ოცნებას ლეგიტიმაციაში. თქვენი პასუხი და უარყოფა ამ ბრალდებისა ოპოზიციისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი, ანუ რაიმე განსაკუთრებული ვთქვი, რაც თქვენ აქამდე არ მოგისმენიათ, ან ჩვენს მაყურებელს, ან ალბათ ქალბატონინო ამაში დამეთანხმება. ქალბატონინო, რაშუაში ქალბატონინო ანალოგიურ რაშუაში არის არჩევნებში მონაწილეობის მიღება ქართული ოცნების ლეგიტიმაციის აღიარებასთან. მოდი მას ვკითხოთ, აი ძალიან მაინტერესებს. კითხვამდე თქვით, რომ საერთოდ კონსტიტუციურ წესრიგსაც არ აღიარებთო და მე ვთქვი, რომ ლეგიტიმაციის აღიარება და კონსტიტუციური წესრიგის აღიარება ორი სხვადასხვა რამაა. აბსოლუტურად სხვადასხვა რამაა. ამას ამბობს, ამას ეხლა დავასრულებ და ქალბატონინოც გვეტყვის. ეს ქართული ოცნება სვამს ამ ტოლობის ნიშანს. ყველას აქვს უფლება აღიაროს ან არ აღიაროს კონკრეტული პოლიტიკური ძალის ლეგიტიმაცია. ეს ჯდება სრულიად კონსტიტუციურ უფლებებში და შეგახსენებთ, რა ვიცი, პრეზიდენტ ტრამპის შემთხვევას, ხო, რომელიც არჩევნების ლეგიტიმურობას, გაყალბებას და ასე შემდეგ სვამდა კითხვის ნიშნის ქვეშ, ხო? ესე შეიძლება ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში. არა დემოკრატიულები ამბობენ, რომ არა, ჩვენ და სახელმწიფო ვართ ერთი და იგივე. ის რომ
მართლ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი წაშლილი იყო, ამაზე საუბრობდა დიდი ხანი ევთოოდირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თავის ანგარიშებში, ამას უარყოფდა ქართული ოცნება და ახლა ამბობენ რომ ვინც ჩვენ არ გვაღიარებს კონსტიტუციურ წესრიგსაც არ აღიარებსო. ჩვენ პირიქით ვამბობთ რომ ჩვენ ვართ ერთგულნი კონსტიტუციური წესრიგისა და ქართული ოცნება არ აღიარებს კონსტიტუციურ წესრიგს. უბრალოდ ყველანაირად ძირს უთხრის მას. ისინი გავიდნენ კონსტიტუციური სივრციდან, მიიწეს საპარლამენტო არჩევნები, მიიწეს ძალაუფლება, შეცვალეს ქვეყნის კონსტიტუციით გამტკიცებული და ქართველი ხალხის მიერ არაერთხელ მათ შორის პლებისციტით დაფიქსირებული საგარეო კურსი. შესაბამისად, ჩვენ რომ კონსტიტუციურ წესრიგს ვაღიარებთ, ჩვენი პარტია მათ შორის რომ 4 ოქტომბრის არჩევნები ახლა არ უნდა გახდეს ალბათ იმ დაპირისპირების და განხეთქილების ვაშლის თემა დღეს, მაგრამ სწორედ ეს იყო ჩვენი განცხადებაც და ჩვენი ქმედების ახსნაც, რომ ჩვენ ყველა კონსტიტუციურ ფორმას ვიყენებთ. ისევე როგორც კონსტიტუციური საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა, ნებისმიერი და კონსტიტუციური რომ არ მიიღებენ ქართული ოცნების მიერ დანიშნულ არჩევნებში და გამართულ არჩევნებში მონაწილეობას, მაშინ როცა თქვენ ამბობთ, რომ მუდმივად ემზადებით მე ვამბობ, რომ ჩვენ ნებისმიერი კონსტიტუციური ბრძოლის ფორმით უნდა ვიბრძოლოთ. ზოგადად ჩვენი პოზიცია არის ერთი, რომ მნიშვნელოვანია რეჟიმის დასამარცხებლად ეროვნულმა პროდასავლურმა ძალებმა. მე არ გულისხმობ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ საზოგადოებრივ ჯგუფებსაც, რომ ძალისხმევა გავაერთიანოთ, მივმართოთ რეჟიმის წინააღმდეგ და ასეთ ფუნდამენტურ საკითხებზე კონსულტაციებისთვის, კონსულტაციები იყო, არის ახლაც, გაგრძელდება მომავალშიც. კონკრეტულ დოკუმენტზე ხელის მოწერის შესახებ მე ახლა ვერაფერს მოგახსენებთ, იმიტომ რომ ასეთი რამ საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს რაღაც ან არასწორი მოლოდინის შექმნის საფუძველი, ან თვითონ თქვენ ბრძანეთ რომ სიტყვა ერთიანობა აფრთხობსო ზოგსო, ერთიანობა კი არ აფრთხობს და ერთობა, თვითონ სიტყვა ერთობას არა ერთგვაროვნად აღიქვამს საზოგადოება. და როგორც აღმოჩნდა პოლიტიკური წრეებიც, ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის ეს ნიშნავს რაღაც ინსტიტუციურ ერთობას, ანუ შერწყმას პარტიების, სხვა პოლიტიკური ძალები ამას ასე არ უყურებენ, ჩვენც არ უყურებთ ასე, რომ რაღაცა ქოლგა, ფორმატი, მით უმეტეს პარტიული შერწყმა უნდა იყოს დღის წესრიგში, საერთო სიაწყი გაჟღერდა, მაშინ როდესაც საერთოდ არ ვართ ახლა საარჩევნო ციკლში, ჩვენ ბრძოლის და წინააღმდეგობის სულ სხვა ეტაპსა და მოცემულობაზე ვართ. ჩვენი პარტიის ამოცანა ყოველთვის იყო ბუნებრივია რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ ქვეყანაში ევროპული დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება, ჩვენ ახლა ვებრძვით რეჟიმს და ბუნებრივია მნიშვნელოვანი არის ეროვნული პროდასავლური ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებაც მათ შორის. ანუ ერთგვარი ასე ვთქვათ შეთანხმებაც იქნება გაძლიერების წინაპირობა. ერთიანი დოკუმენტი იქნება ეს თუ არ იქნება დოკუმენტი. ჩვენ მომავალშიც კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარე ყოველთვის გვექნება კონსულტაციები, თუმცა ჩვენი ინტერესები ხომ არ შეიძლება რაღაცა განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს და აი მუდმივად ოპოზიცია იყოს კონსულტაციების რეჟიმში. ოპოზიცია მუდმივად უნდა იყოს კონსულტაციების რეჟიმში, ბუნებრივია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე. იგივე საკითხთან დაკავშირებით, ანუ მუდმივად იყო კონსულტაციების რეჟიმში და რაღაცა შეთანხმებას ან ვერ აღწევ. ანუ ხომ არის საუბარი ერთიან სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიაზე, ხომ? ამ შემთხვევაში. სხვადასხვა დროს გვაქვს სხვადასხვა გამოწვევები და მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს გვაქვს თანამშრომლობის ან არ თანამშრომლობის გამოცდილებაც, ხო? გასულ წელს მანამდე ზოგადი როგორ არის 24 წლის არჩევნების შემდეგ გახსოვთ თქვენ, ხო? იყო ქართული ქარტია, იყო სალომე ზურაბიშვილის ფორმატი, იყო ალტერნატიული პარლამენტი პირობითი სახელით ჩვენი ინიციატივა, სადაც გახსოვთ ქორთიარდ მარიოჩის ცნობილი შემთხვევა ტიტუშკები რომ მოგვისია ქართულმა ოცნებამ, საერთაშორისო ველზე ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი მუშაობა, რომელმაც მნიშვნელოვანი შედეგები გამოიწვია და დღევანდელი სტატუს კვო რომ ქართული ოცნება არალეგიტიმურად არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ აღიარებული, სწორედ ამის შედეგი და დამსახურებაცაა, ხო? იყო სხვა პერიოდი, როდესაც 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა გახდა ოპოზიციური ფლანგის
ფრაგმენტაციის საფუძველიც, ხო? ეს ასე ხდება, ეს არის მოცემულობა ქართულ პოლიტიკაში. ჩვენი მზაობა არის ის, რომ კონკრეტული გამოწვევებიდან გამომდინარე დროის კონკრეტულ მონაკვეთში და ეს ესე ხდება ყოველთვის, ხო? ეს ხო ის ქორწინება არ არის, რომ რაღაცა ჯვარი დაიწერონ პოლიტიკურმა პარტიებმა და შემდეგ მუდმივად ერთად იყვნენ. არის კონსულტაციები გაგრძელდება. უფრო მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებს და ჩვენი მოქალაქეების საზოგადოება, რომელიც ქართული ოცნების წინააღმდეგაა უდიდესი ნაწილით, არის აგრეთვე ძალიან ეკლექტური სხვადასხვა გემოვნების, ხო? ესე იყო 2024 წლის არჩევნებამდეც, როდესაც ჩვენ რამდენიმე პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი შევქმნით და ეს სწორი გზა იყო, ასე არის ეხლაც. როგორც იქნება უკეთესი გზა და თანხმედრა ვინაიდან ჩვენ გვაქვს და იმის გაგება რომ ვართ პროდასავლური ეროვნული პოლიტიკური ძალები, იმ გზებს ავირჩევთ, რომელიც არის მნიშვნელოვანი. სადაც იქნება გადაკვეთის წერტილები, იქ გვექნება გადაკვეთის წერტილი. სადაც არის რაღაც პარტიული და პარტიული იდენტობის შენარჩუნება, მე ვფიქრობ, რომ ქალბატონ ნინოს პოლიტიკურ კოალიციაშიც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიები უნდა არსებობდეს. ისინი გვიპირებენ ახლა აკრძალვას. ისიც არ ვიცით რა მოხდება, ხო? შესაბამისად განსაკუთრებით რეჟიმის ცვლილების შემდეგ პოლიტიკური პარტიების შორის თუ არ იქნება არც არანაირი სხვაობა და პოლიტიკური პარტიები ინსტიტუციურად აღარ იარსებებს და ფუნქციურად აღარ იარსებებს, ხო? მაშინ ჩვენ იმ გარდამავალ პერიოდსაც ვერ გავივლით. ამიტომ, სადაც პარტიული საკითხებია, იმ პარტიულ საკითხებს ჩვენ აუცილებლად გავყვებით, სადაც არის საკითხები რეჟიმთან წინააღმდეგობაზე, კოორდინაციაზე, აქ გვექნება კონსულტაციები, შეიძლება უფრო კონკრეტული რაღაც მოხდეს მომავალში, შეიძლება შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეს ორი გზა ორივე ურტყამს რეჟიმს და სადღაც საერთო წერტილში თავს იხდეს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ყველაზე დაძაბული ველი იყო 4 ოქტომბრის არჩევნებამდე, მაშინაც კი არ ვფიქრობდით, რომ ოპოზიციურ ძალებს შორის უნდა ყოფილიყო რაღაცა კონფრონტაცია, ვინაიდან მაშინაც მიგვაჩნდა, ახლაც მიგვაჩნია, რომ ერთადერთი ფოკუსი ჩვენ უნდა გავასწოროთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმზე.